აჭარაში შესაძლოა დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორია შეიქმნა. საკითხი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პოლონელ კოლეგებთან ერთად განიხილებოდა. ობსერვატორია ხელს შეუწყობს დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას. აჭარაში ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მოდელის შემუშავებას. ობსერვატორიის ფარგლებში შემუშავდება წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ტრანსფერი სამინისტროებიდან საჯარო ინსტიტუტებში. ობსერვატორიის ერთ-ერთ მიზანს შრომის ბაზრის სიღრმისეული კვლევა წარმოადგენს. საპილოტო კვლევა აჭარის დასაქმების სააგენტომ უკვე აწარმოა. სააგენტოს ინფორმაციით კვლევის შედეგად ერთ-ერთ დეფიციტურ მიმართულებად სასტუმრო და სარესტორნო სამშენებლო სექტორისათვის კადრების მიწოდება დასახელდა. სააგენტო ყველა მოთხოვნად მიმართულებებზე სამომავლოდ კადრების გადამზადებას დამსაქმებელთან ერთად გეგმავს. ჩვენი მიზანია აჭარის ადმინისტრაციის ხელშეწყობა ეფექტური მართვის პრინციპების დასანერგად. ობსერვატორია დაეხმარება მოქმედ ხელისუფლებას გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნონ ობიექტურ კვლევასა და ეკონომიკური განვითარების პრინციპებს. ამ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება წლის ნებისმიერ დროს ჩვენ თავად ჩავატაროთ ასეთი კვლევები და ვმართოთ სიტუაცია იმის მიხედვით თუ სად გაჩნდება ვაკანსიები ან პერსპექტივაში სად ისახება ეს ვაკანსიები. ეს ჩვენ ხელს შეგვიწყობს პროფესიული გადამზადების კუთხითაც, ანუ ჩვენ გადავაზრდეთ იმ პროფესიებში ჩვენს ბენეფიციარებს, რომლებზეც მოთხოვნა იქნება. წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემა ისეთი ინფორმაციის მიღებისა, დამუშავებისა, რომელიც დაეფუძნებოდა კვლევებს და ეს პროექტი შემოიტანს სწორედ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის კვლევების კულტურას და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი და ეს დაგვეხმარება მთლიანობაში გადაწყვეტილების მიღებებს ასეთი კვლევების საფუძველზე გავაკეთოთ